რა ხდება მოზარდ მაყურებელთა თეატრში დასის წევრთა ნაწილი და მმართველი მიხეილ ლანთაძე მედიისთვის განმარტებებს აკეთებენ. ამბობენ, რომ შეურაცხმყოფელია თეატრის კოლექტივის პროფესიონალიზმის ეჭქვეშ დაყენება. მმართველი და მსახიობები ამბობენ, რომ უკვე მიმართეს კულტურის სამინისტროს, რათა მოზარდ მაყურებელთა თეატრში ფინანსური შემოწმება ჩატარდეს და ყველა ბრალდება სწორედ ამ გზით გაეცეს პასუხი. ძალიან ხმამაღლა გაჟღერდა ბრალდება შემოქმედ თეატრის შემოქმედებითი და მენეჯმენტის თვალსაზრისით უარყოფითი შეფასების შესახებ, რომ თითქოს ეს თეატრი ცუდად მუშაობს, თითქოს ამ თეატრში უნიჭუები დარჩნენ და ნიჭიერები ყველანი წავიდნენ. ვთხოვენ კულტურის სამინისტროს, რომ შეამოწმონ ეს ბრალდებები, ნახონ მათი საფუძვლიანობა და იმოქმედონ შესაბამისად. როგორც საჭიროდ მიიჩნევენ ისე მე თვითონ თხოვე ოფიციალური წერილით მიმართა კულტურის მინისტრს. ჩვენ თვითონ გავაგზავნეთ თეატრმა მოთხოვნა სამინისტროში, რომ გამოგვიგზავნეთ აუდიტი, რომ შეგვამოწმეთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაადგეს ამას საშველი. და პირიქით მე მგონი ჩვენ ეხლა თუ რამე დანაშაული გვაქვს, ჩვენ თვითონ ვასხამთ იმ წისქვილზე წყალს, რომელიც მათ აქვთ ეხლა ჩართული. ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს. ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ როდესაცო ტალახის სროლას გადაწყვიტაო, კარგად დაფიქრდიო. იმიტომ რომ შეიძლება ეს ტალახი მას აცილო და შენ ტყუილა უბრალოდ ხელები დაგსეს ჭუჭყიანიო და ძალიან გთხოვთ, შემოკარგებო, სულ ყველა მიყვარხართ. თუ რაიმე ინციდენტი გაქვთ ვინმე პიროვნებასთან, პირადად განაცხადეთ და ის რომ ჩვენ ყველანი უნიჭოები ვართ და ყველანი გადასაყრელები ვართ, ეს არის მხოლოდ მაყურებელის ფასი და საერთოდ უნიჭო ადამიანი არ არსებობს.